ჩვენი შეხვედრის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტად ეფექტიანობაზე ყოფილიყავით ორიენტირებული ცალკეული ჩვენი აქტივობებისა, იმისთვის რომ ეს ეფექტი გამოიხატებოდეს წარმატებულ მკურნალობაში, ადამიანების მხრიდან უფრო მეტ мотиваციაში, რომ ისინი რაც შეიძლება აქტიურები იყვნენ იმ თანამშრომლობაში, რაც მოიტანს მათთვის სასურველ შედეგებს, როგორც მკურნალობის, ისე მაგალითად დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. წარმოვადგინეთ ის პროექტები, რომლებიც გვინდა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დაინერგოს. ეს პროექტები გულისხმობს ცნობიერების, საზოგადოების ცნობიერების გაზრდას, საგანმანათლებლო მოდულების საშუალებით, იმისათვის რომ სკრინინგ მოცვის მაჩვენებლები გაიზარდოს, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცოდნის ამაღლებას კიბოს დროულ გამოვლენასთან მიმართებაში და ასევე გულისხმობს დროული და ხარისხიანი კიბოს მართვის გაძლიერებას ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რა ქმედით ნაბიჯები გადაიდგას, რომ სკრინინგის მოცვა გაიზარდოს და მივიტანოთ ჩვენი გზავნილი ადამიანებო და ხაზი გავუსვით იმას, რომ მნიშვნელოვანია ადრეული სკრინინგი, ასევე იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ონკოლოგიის წინაშე ვდგავართ. შევთანხმდით გარკვეულ საკითხებზე, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი კიდევ გაგრძელდება, კიდევ გვექნება დამატებითი შეხვედრები და განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ გადაიჭრება ის პრობლემები, რაც დღესდღეობით ონკოპაციენტების წინაშე დგას. ჩვენ ამისთვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობთ და თანამშრომლობთ.